Ძირფასო ტელემაყურებლებო ბრუნდებით ეთერში და მივინაბიოსამბოთ ჩვენი გაცემის თუ ვარ ქალბატონი ნინო კალანდაძე. ძალიან დიდი მადლობა ნინო რომ მოხვედით ჩვენ გადაცემაში სტუმრად. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. ვიცი რომ ახლა ისეთი პერიოდი უდგას ჩვენს ქვეყანას რომ არავის სასაცილოდ არ გცალია, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა საინტერესო თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ხო, ხართ მზად? კი, გამიკვირდა სხვათა შორის, გამარჯობა. მიხარია რომ თქვენთან ვარ კვლავ. ხო. გამიკვირდა. ვიკითხე ხო ნამდვილად იუმორისტულ გადაცემაში მებადიჟებით თქო, იმიტომ რომ თან თქვენს მარიამს ვესაუბრებოდი და თან ტელევიზორში იჭერენ და ახტებიან ერთმანეთს და აფურთხებენ და იქ მოკლედ ვიფიქრე რომ ხო არ აგვერია რამე თქო და მე მითხრა მოკრძალებით რომ კიო, ვანოს შოუაო, მაგრამ ნუ ძალიან ბევრსაც ალბათ ვერ გავიცინებთ. ხო, ნუ რას ვიზავთ, მაგრამ ნუ რაღაცა თემებზე მაინც მოგვიწევს საუბარი. აი ხა ჩვენ ხარ ძალიან ესეთ გამოცდილი დიპლომატი ქალბატონი ბრძანდებით. ძალიანაც არა, მაგრამ გამოცდილი, მოდი ესე ვთქვათ რა, ერთ-ერთი პროფესიონალი რა, ამ საქმეში. რამდენი პერიოდი გავიარეთ ცხოვრებაში, ხო? ანუ გავიარეთ, ზვიადის ეპოქა, კიტოვანები, შევარდნაძე, მიშა გავიარეთ, და ესენი აი დღევანდელი ეს სიტუაცია. რომელიმე ეპოქასთან ახლოს მივა, ანუ დღევანდელი ეს ქაოსი, რაც ამ ქვეყანაში არის. მე ვფიქრობ რა არის, იცი, აი კიტოვანის დროსაც რაღაცა ისეთი სტანდარტი არსებობდა რა. ანუ ის სიგიჟე იყო, მაგრამ მაინც რა. ანუ შენი შეფასება როგორ არის, როგორ უყურებ დღევანდელ მდგომარეობას? საქართველოში არ მახსენდება. ხო, ანუ ის რაც თქვათ საერთაშორისო ურთიერთობები, მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობები რომ მოვიცვათ, ამის მიღმა არ ვაკომენტარებ. საერთაშორისო ურთიერთობებს რაც შეეხება მსგავსი ამბის მომსწრე საქართველოს არ არის. ის რომ აი ასეთი მიზანმიმართული, აგრესიული და საკუთარი თავის და საკუთარი სახელმწიფოს შეურაცხყოფელი პოზიციონირება არის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა. არასდროს არსად არ გამიგია, არ ამომიკითხავს, არ მინახავს, არ მსმენია. შევარდნაძის დროს იყვნენ ოდიოზური პირები, ნამდვილად, პოლიტიკოსებიც და საერთაშორისო ურთიერთობებიც ძალიან ახალი იყო და არ იცოდა ხალხმა დასავლეთთან ურთიერთობა რა ხილი იყო და ამიტომ ცოტა გრუზინული დამოკიდებულებები იყო იქაც და გვახსენდება რამდენიმე ისეთი კომიკური შემთხვევა მაშინაც, მაგრამ ეს არ არის კომიკური რაც ახლა ხდება. ეს არის რაღაცა რამაც თავიდან მეც მაფიქრებინა, ხანდახან მეც კი გადავდივარ ხოლმე იმ ტალღაზე, რომ მგონი ესენი მართლა გაგიჟდნენ. მაგრამ მე ვიფხიზლებ თავს და მახსენდება, რომ არავინ არ გაგიჟდა. რუსები არ გიჟდებიან, ძალიან მიზანმიმართულ პოლიტიკას წერენ და ძალიან კარგად იციან საქართველოში რომელ მოლაპარაკეთავს რა გზავნილები უნდა მიუსადაგონ და ვის რა უნდა გაახმოვანებინო და სხვადასხვა როლები აქვს გადანაწილებული. პერსონაჟებად ყავთ თავს მოლაპარაკეთავები და ვიღაცა არის მასხა ჯამბაგზის როლში, რომელიც აი რაღაცა ურსულა და რაღაცეებს რო იგონებს აი ესეთები, გიჟიმანტასი და აი რაღაცეებს ვინც იმეორებს ამას ძალიან ამაყად და რაღაცნაირად ეკიდნურად. ხო, მოწონს თავისთავი ამ როლში. მე ვიღაცები ყავთ, ვინც გამორჩეულად კარგად იგინებიან, კარგად ილანძღებიან, კარგად იფურთხებიან და მე იმათ აწინაურებენ და ზოგი პრეზიდენტი ხდება და ზოგი რაღაცა და აი ამ სტატუსის ფორმალიზება ხდება. ვიღაცები ყავთ უფრო ისეთი სოლიდურები, რაღაც ვოლსკი მაგალითად უფრო ჭკვიანურ რაღაცებს ლაპარაკობს ხოლმე და უფრო სერიოზულად და ვითომ უფრო ემპათიური აი ჟურნალისტებს რაღაცნაირად დელიკატურად ესაუბრება ხოლმე. სინამდვილეში ყველას ერთი ამოცანა აქვს, აბსოლუტურად იდენტური სქემით მოქმედებენ, უბრალოდ სხვა როლს ასრულებენ. ამას არაფერი კავშირი არ აქვს რაიმე ქართულთან, ან დიპლომატიასთან, ან საერთაშორისო ურთიერთობებთან, ან სტრატეგიულ კომუნიკაციასთან, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაციული ჰიბრიდული ომის გამოკვეთილი ნაწილი, რომელსაც აი ეს მოლაპარაკეთავები ძალიან ეფექტურად ახორციელებენ საქართველოში და ამით აძლევენ ამ ლანძღვის ადრესატი არ არის დასავლეთი. ამ ლანძღვის გამგონი მათთვის არის საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ისინი აძლევენ აი ამით განცდას, რომ
ჩვენ დასავლეთზე მაღლავ დგავართ, რომ აი ისინი რამე განსაკუთრებულს კი არ წარმოადგენენ, შეგიძლია ისინი ნებისმიერ დროს ლანძღო, იმიტომ რომ აი ამას აი კარგად შეიფერებენ, შეიშნობენ და სინამდვილეში მათ არაფერი ეთქმით. იცი რა უნდა კითხო ახლა მაგალითად ხო რადგანაც ეს ჩამოვარდა საუბარი ხო და ამბობ რომ ეს პირდაპირ რუსული ის არის ხო ხაზი ჩემი ღრმა ხო იმიტომ რომ ახლა რუსეთისთვისაც ლაპარაკობენ ამას ნახე მე ესეთი ვარ და თვითონ პროპაგანდა ხო კარგად შეისწავლე ზოგადად პროპაგანდა რუსული შენ კარგად გაგშესწავლე რაზე დგას რა არის თავად ამოსავალი წერტილი ჰიბრიდულ ომს სხვადასხვა ასპექტი აქვს, მაგრამ საქართველოში მთავარ გამოწვევას რაც წარმოადგენს არის ორი რაღაცა. და სხვა შორის ეს ჩემი თავრობის პერიოდშიც, ან ჩემი წინა ხელისუფლების პერიოდშიც საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, რომ ჩვენ სერიოზულად არ ვუყურებდით რუსულ პროპაგანდას, ან ჩვენ არ აღვიქვავდით პროპაგანდას როგორც საფრთხეს და აი ეს რაღაც ასავალ-დასავალი რაღაც 1000 ბინძურეს რომ დაწერდა და ჭორებს გაავრცელებდა. მაგრამ საკმაოდ ქვედაშრეებს აღწევდა და ძალიან კარგად გავრცელებული იყო, ძალიან კარგად დაფინანსებული იყო, მაგრამ აი უმეტესობისთვის ეს იყო რომ კაი კაცო ეგ არაფერი საინტერესოა, კაი გაატარე, მაგას ხო არ ვუპასუხებთ და აი ამ ხუმრობა საერთოდ დასავლეთსაც დიდი ხანი დაჭირდა, სანამ გააცნობიერა სინამდვილეში რა ძალა აქვს რუსულ პროპაგანდას, რომელიც ისინი სოფლიოში ავრცელებენ ძალიან ეფექტურად და მეორე გამოწვევა რაც საქართველოში არის, უზარმაზარი, კარგად დაფინანსებული დეპარტამენტებია, რომლებიც მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ საქართველოში მოახდინონ დესტაბილიზაცია. ძალიან სიღრმისეულად ყავთ, ბევრად უკეთ ვიდრე ჩვენ ალბათ ჩვენი თავები, შესწავლილი ჩვენი ფსიქოტიპი, აი ჩვენ ყველა ქართველში პატარა კოცი. იმას იცნობენ, იციან იმას როგორ ჩვენში ცხოვრობს რაღაც პატარა კოცი. მე ხშირად ვამბობ, ხაშურს ბევრი მეკამათებებს რომ ყოველთვის რომ მე კოცი არა ვარ, მაგრამ მე ხანდახან ვამბობ ხოლმე რომ აი რაღაც ტიპის პატარა აი ოსტაბჭოტა და საბჭოთა სივრცე ვინც გამოიარა და აი ამ საზოგადოებაში ვინც გაიზარდა აი პატარა კოცი ჩვენში ყველგან არის უბრალოდ ცოტა უფრო დიდხანს უნდა ფხიკო ზოგს უფრო ზედაპირზეა და აი რუსულმა სპეცსამსახურებმა ვინც ამაზე მუშაობს იმათმა ზუსტად იციან აი ის როგორ გააღვიძონ და აი ის როგორ გამოაფხიზონ მათ ძალიან კარგად იციან რომ ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანით მართვის და манипуლირების ზიზღი ანუ აი პოლარიზაციას რო იძახიან საქართველოში ძალიან დიდია პოლარიზაცია ყოფს საზოგადოებას პოლარიზაცია კი არ არის თავისთავად კი არ ყოფს და საზოგადოებაში პოლარიზაცია კი არ არსებობს აი ამ პოლარიზაციის საფუძველი არის აი რაღაცნაირი ზიზღი თუ გაუღვივა ქართველს მეორე მხარის მიმართ მე ის უკვე ძალიან ნოყიერი ნიადაგია და იმას ყველაფერს დააჯერებ იმას მე იმასაც დააჯერებ რომ დედამიწა არ ბრუნავს და იმასაც დააჯერებ რომ შავი თეთრია და იმასაც დააჯერებ რომ რაღაცა ევროპაში უნდა გათხოვდეს და ხო იმასაც დააჯერებ რომ ზიამაღლობელი დამნაშავეა თუ იმას წინასწარ განწყობა შეუქმენი მე იმას ყველაფერს დააჯერებ და ამით ქმნიან ისინი აი ამ უკიდურესად დაპირისპირებულ მხარეებს რომლებიც სინამდვილეში აი ეს რუსული ფაქტორი რომ მოხსნა რომელიც ხელოვნურად აღვივებს ჩვენში ამ ბოროტებას სინამდვილეში ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფის საერთოდ არაფერი არ აქვს ანუ ერი ვართ რომელსაც ამდენი საუკუნეა მოგვიტანია ერთმანეთი იმიტომ რომ სინამდვილეში გვიყვარს ერთმანეთი და კარგი ხალხი ვართ იცი რა უნდა კითხოთ ეხლა რადგან თქვენ ხო აკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს და მივიდიან ანუ ეხლა ბევრი პოლიტიკოსები არიან რომლებიც მაგალითად ბევრი პერიოდი გამოიარეს ხო ეგეთი პერიოდი მრავალჭირნახული ხალხი და რომელიც დღესაც აქტიურობს რა ანუ იმით რომ ხშირად მომისმენია ისინი ხშირად უთქვამთ რომ ბიზინა ცუდია ხო ის ხალხიც ხო და ხო თან ანუ ბევრი მაგალითად ამბობს რომ აი გაიძახიან რომ ბიზინა რუსია რა რუსეთის ის არის რა ანუ და რეალურად ხო ანუ დიდი ხანი იქაც მუშაობდნენ, ხო? რაღაცეობდნენ მოყარს ხოლმე სიტყვა. ყველას თავისი ისა აქვს რა, განსხვავებული ათulis წერტილი, ასე ვთქვათ, ხო? რას იტყვით ამაზე? ხო, ესე იგი, კი, არის სხვა ამ თვალსაზრისით რაღაცნაირად უნიკალურია ქართული პოლიტიკა, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკა არის სივრცე, სადაც შეიძლება ყველაფერი შეგეშალოს ცხოვრებაში. და მაინც საჯარო სივრცეში იყო, აი რაღაცნაირად. აი მაინც საჯარო ფიგურა იყო და მაინც რაღაცნაირად ავტორიტეტს წარმოადგენდა. აი შეიძლება რომ ყველა პროგნოზი შეგეშალოს, შეიძლება რომ
ყველაფერში აცდენილი ყოფილიყავი, რაც პოლიტიკოს მოეთხოვება, შეიძლება აბსოლუტურად მადისკრედიტირებელი ქმედებები განგეხორციელებინო საჯარო სივრცეში და მაინც რაღაცნაირად ჩამოირეცხო და ლამაზად დღეს კარგი ადამიანი იყო. დღეს არა მხოლოდ კარგი ადამიანი იყო, არამედ იყო ავტორიტეტის სამაგალითო და ექსპერტი ბიძინაზე. ხო არის ხალხი, ვინც რაღაცნაირად ვიბრალებთ, რომ 2011 წლიდან ვიცოდით, რომ ბიძინა რუსია. და მინიმუმ ის მაინც ვიცოდით, რომ ბიძინა კარგი კაცი არ არის, რომელსაც საქართველოს უნდა რომ სწორგზაზე დააყენოს და ეხლა არსებობს მთელი რიგი ადამიანების, ვინც ბიძინასთან ერთად იყვნენ 11-ში, 12-ში, 13-ში, 15-ში, 18-ში და მე ეხლა დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნუ აი თქვენ არ გესმით, რომ ეს კაცი რუსია და ძალიან საინტერესოა, რომ მან წყალგამყოფი არის, რომ ყველას თავისი ათვლის წერტილი აქვს. ბიძინამ როდის გადაუხვია კურსს. როდიდან არის რუსი? როდიდან გახდა რუსი? ზოგისთვის როდიდან გამიდგა ევროპას და როდიდან ხო ემორჩილება, ესე იგი და ეს ათვლის წერტილი ძალიან საინტერესო ფაქტორს ეფუძნება ჩემი დაკვირვებით. ესე იგი ყველას ათვლის წერტილი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ის ბიძინამ გამოაგდო თავისი გუნდიდან. ხო. ზოგისთვის ეს მოხდა 2013 წელს, ზოგისთვის ეს მოხდა 2016 წელს. ზოგი აგერ სანამ უკრაინის ომი დაიწყებოდა და მას შემდეგაც გადაკლული დამცავი იყო ბიძინას პროევროპული კურსის. მაგრამ მე უცებ აღმოჩნდა, რომ 2024 წელს აღმოჩნდა, რომ ბიძინა თურმე 6 წელი არა ბიძინა რუსია, ზოგისთვის 8 წელი, ზოგისთვის 4, ზოგისთვის 3. სხვა შორის ეს განსხვავებული არ არის წინა ხელისუფლების პირობებში ზუსტად ასე იყო, ესე იგი წინა ხელისუფლების ხო გვახსოვს, აი ბევრი განუდგა წინა ხელისუფლებას სხვადასხვა ეტაპზე მმართველობისა. ზოგი რაღაც ზოგმა ფრაქცია დატოვა 2005-შივე, ზოგმა მერე რაღაც 2007-მდე დაიცადა, ზოგი 2009-მდე მივიდა, ზოგიც 2011-მდე. ესე იგი, იქაც მათთვის სისხლიანი 9 წელი ზოგისთვის დაიწყო 2007 წელს და ზოგისთვის დაიწყო 2010 წელს. ანუ სისხლიანი 9 წელი არის 2011-ში. ხო. დაიწყო. ცოცავია. ცოცავია. სისხლიანი 9 წელი ზოგისთვის ცოცავი ის არის, რა ქვია, თარიღი. ცოცავია. 2011-ში დაიწყო სისხლიანი 9 წელი ზოგისთვის, ხო? ეს კაი შედარება იყო, არაჩვეულებრივი თან, ხო? თან ეს მომეწონას თქვენი ეს მოსაზრება, რომ დღემდე რო გეუბნებია, რომ ბიძინა რუსია და ბიძინა რო ცუდია. ნუ, მაგრამ ნუ პოსტებიც ხო არის ესეთი. ხო, გვარწმუნებენ ამაში. ხო. იცი რა უნდა კითხო, ეხლა რადგან თქვენ ეხლა მუშაობდით საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოადგილე იყავით. დღევანდელ საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას თუ ადევნეთ თვალყურს და აი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს რა საქმე აქვს? ეს იუმორისტული ნაწილია ხო ჩვენი გადაცემა? ზოგადად კითხვა იუმორისტულია. იმიტომ რომ არ მგონია რომ ეს სერიოზული კითხვა იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა უპასუხოთ, ანუ მე ვეცდები რომ სერიოზულად, ანუ მართლა რა საქმე აქვს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ზოგადად ბოჭორიშვილს. პატარა ქვეყნის ისეთი როგორც არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი საქმე კი არა აქვს, მისი ფუნქცია და არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან უნდა განახორციელოს სახელმწიფო პოლიტიკა, ანუ ის რაც არის ქვეყნის საშინაო პოლიტიკა და საშინაო პოლიტიკის და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისთვის, რაც არის საჭირო საგარეო ურთიერთობებში. დღეს პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს არ ყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას იმუშავებს. საქართველოს ყავს ეგრეთ წოდებული პროქსი წარმომადგენლობა, ანუ რეჟიმი, რომელიც ემორჩილება სხვა ცენტრს და იმ ცენტრიდან იმართება და იმ ცენტრის ინტერესში არ არის საქართველოს განვითარება. იმ ცენტრის ინტერესში საქართველოს განუვითარებელი, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორია უნდა განაგოს და განკარგოს ამით ისე როგორც რუსეთის ინტერესებში შედის. ამიტომ საქართველოს საერთოდ არ ყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო სტრატეგიას აყალიბებს. შესაბამისად, მას საერთოდ არ ჭირდება საგარეო საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ ახლა ლავროვთან თავისითაც არიან კავშირზე. ჩინეთთან ურთიერთობებს რუსეთი ისედაც ამყარებს, ისე რომ იქ ივანიშვილის მონაწილეობა საერთოდ არ არის პრიორიტეტული, ხო? ამიტომ მაკა ბოჭორიშვილი, რომც იყოს მინისტრი, საერთოდ რა ფუნქცია უნდა ქონდეს, გაუგებარია, ხო?
მათ ანუ ხო პირობითად თუ ეხა არაღიარების პოლიტიკა იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკა, როდესაც რუსეთი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა იმისთვის, რომ სოფლიოს სხვა ქვეყნებს ეღიარებინათ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული ძალის ხმევა იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს არ მომხდარიყო და ამიტომ ურთიერთობდით ისეთ ქვეყნებთან, რომელთაც სხვა შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკური ან რაღაც ეკონომიკური კვეთა არ აგვაქვს. მაგრამ მაკაბუჯურიშვილს საერთოდ ინსტრუქციაც არ აქვს. მისი მთავარი ინსტრუქცია ეხლა რა შეიძლება მე რო წარმოვიდგინო, არის ის, რომ მას ევალება ჩავიდეს და სხვა ქვეყნებში ილობიროს, რომ ივანიშვილი არ დაასანქციონ. ანუ რაღაც ლობისტური ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ემსახურება მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს და სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ მას არავინ არ აღიარებს და მასთან არავინ ურთიერთობას არ ამყარებს ცივილიზებულ გარემოში. ამიტომ არის რომ ჩადის სადღაც ბოცვანა და რაღაც ქვეყნებში, რომელსაც საერთოდ არანაირი ურთიერთობები არ აქვს. რაზე ლაპარაკობენ? არც კულტურული, არც იდენტური. ბოცვანას ხელმძღვანელთან რაზე ლაპარაკობენ? რა თემაზე საუბრობენ? რომელ რა სტრატეგიული ამოცანას განიხილავენ? რა სტრატეგიული ამოცანა გვაქვს ბოცვანასთან? კიდე იყო ბურუნდი, რომელიც ყველაზე ღარიბი ქვეყანა არის მსოფლიოში. შეიძლება გვინდა რომ გავამდიდროთ, შეიძლება კოლცენტრების რაღაც ნოუ-ჰაუ გვინდა რომ შევიტანო. კი ბატონო. ნინო ერთი ესე ჩამჭერილი კითხვა უნდა დაგისვა. რომელი წლიდან მიხვდი რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს? ჩემი აზრით საქართველოში 2016 წელს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ივანიშვილი საქართველოში არჩევნებს აღარ ჩაატარებს და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის ხელთ ყოფილიყო ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ბერკეტი და რესურსი, რომ მან არ დაუშვას საქართველოში არჩევნების ჩატარება. ეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა 2016 წლის პირველი ტურის შემდეგ, როდესაც მათ მისაღები და მიუღებელი მეთოდებით დაარბიეს საარჩევნო უბნები და ოლქები, უდიდეს მასშტაბში გააყალბეს არჩევნები, მაშინვე რომ კონსოლიდირებულად ყველას ეთქვა, რომ ჩვენ გაყალბებას არ მოვითმეთ და ეხლა ვაცხადებთ ბოიკოტს, ამას შესაძლოა ხელისუფლება ვერ შეეცვალა იმ პერიოდში, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ივანიშვილი ვერ აიღებდა, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა სახელმწიფოს მიტაცების პროცესში. 2016 წლის არჩევნებშიც შეიძლება ვთქვათ, რომ ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა იქ. ოპოზიციამ ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა, ამას თამამად ვიტყვი, იმიტომ რომ მაშინ მე თვითონ ვიყავი ამ გუნდის ნაწილი, იმ გაერთიანების ნაწილი, მართალია სხვა ფლანგს წარმოვადგენდი და იმათ მხარეს ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ აუცილებლად საპარლამენტო ბოიკოტი უნდა გამოგვეცხადებინა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ტკიოდა მაშინ ერთპარტიული მოცემულობა. მაგრამ არსებობდა გუნდში მთელი რიგი სხვადასხვა მოტივაციის ადამიანი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასეთი სლოგანი. ესე რომელი წლიდან ამბობენ მაგას? 2016 წელს 2016 წლის მეორე ტურების სლოგანი იყო ეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიო და 9 წელი კი გავიდა ამ ბრძოლას ყოველთვის აზრით. და შენ განამუსებდნენ, რომ მოიცა როგორ, ესე იგი უბრძოლველად გინდა რომ დაუთმო ყველაფერი, მე ახლა პარლამენტში უნდა შევიდე და ტრიბუნა გამოვიყენო. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა. ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ. იქ აუცილებლად ამაღლა მიკროფონში უნდა იქ ზარკვას შევეკამათოთ. ამის შედეგია ხა სასაცილო კი აღარ არის, მაგრამ ამის შედეგია ის, რომ ამ პარტიების ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ხო ვარდება და პარალელურად ამათი რეიტინგი კიდევ უფრო ვარდება, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ჯერ ხო აბსოლუტურად არათანმიმდევრულები არიან და მე ატყვევენ ამ მომრჩევას ხმამომეციო და მე შერბიან პარლამენტში იმ მანდატით, რომელთაც იმან უთხრა ბიძინა დაამხეო, შენ შედი პარლამენტშიო კი არა. კარგი, იცი რა უნდა ეს, ეხლა ცოტა ის მინდა შენს მაინც კარიერული ამბავს შევეხო, ეხლა რადგან საგარეო საქმეთა მინისტრი იყავი, ალბათ ხო ბევრს დაფრინავდი. ხო და მე ამდენ იტან ფრენას ისე. ბოლო დროს უკეთ, მაგრამ იყო დრო, როცა საერთოდ ვერ ვიტანდი განსაკუთრებით ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, იმიტომ რომ იმ დროს ისედაც ცოტა მეძინა საქმიდან გამომდინარე, რაღაც რეჟიმი გაუგებარი, მე 45 ქვეყანას ვფარავდი და რა თქმა უნდა, რომ შესაბამისად ბევრი ფრენაც მიწევდა და აიწევდა თუ არა, თვითფრინავი და მაშინ მე წელს ოქროსფერი წერტილები თვალებით ყურებში წვილი, ალბათ წნევა მივარდება.
მაშინ მიგული მიმდიოდა. ხო, ჩემთან ერთად თუ ვიმოფრინავდა, იმან იცოდა, რომ ამ დროს უნდა გამოიძახოს ისინი რაღაც სასწრაფოდ კოკა-კოლა დამალევინო, სასწრაფოდ უნდა მოკლედ ცივი წყალი, ეს მიმაწვინო და მე მოვდიოდი ჭკუაზე, მაგრამ ნუ ხო და ისინიც მობილიზებულები იყვნენ ხოლმე და ერთხელ იყო ერთი ნუ აი რაღაცა ჯოჯოხეთური რეისი მახსოვს ჩვენ მაშინ გაერთიანებულ საემიროსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მათთან სტრატეგიულ ურთიერთობებს ვამყარებთ და მათი მოკლედ ერთ-ერთი საერთაშორისო აქტივობა არის რომ მათი რაღაცა ნოვაციური პროდუქტისთვის პრეზენტაცია უნდათ რომ ჩატარდეს აბუ-დაბიში და ამის კენჭისყრა-მიდის საერთაშორისო ფორმატში და იმისთვის რომ საქართველოს თავისი პატივისცემა მოკლედ დაუფიქსიროს მეგობარ ქვეყანას აუცილებლად მაღალი დონის თანამდებობის პირი უნდა გააგზავნონ და შეხვედრა იმართება შარმელ-შეიხში და მოკლედ რაღაცნაირად მივიხედეთ ვიღაცაები ადგილზე არ არიან ვიღაცას და მოკლედ მთხოვეს რომ თუ შეძლებო იქნებო მოკლედ გაფრინდებოდ მე ვიფიქრე რომ შარმელ-შეიხში რატო არ ჩავფრინდები მივალ და კენჭს ანუ მივცემ ხმას იმიტომ რომ შეთანხმებულია სამთავრობო პროცედურები გავლილია აქ არაფერი რაღაცა პირიქით სასარგებლო საქმეა ქვეყნისთვის და რატომაც არა ხო და აღმოჩნდა რომ პირდაპირ რეიფრენა მაშინვე არ არის და საერთოდ იქ რომ ჩავახციო უნდა რაღაც 6 ქვეყანა გამოვიარო ანუ მე უნდა ვიყო რაღაც 20 საათი გზაში უნდა ვიყო იქ ჩავიდე ხელი ავწიო იმათ გავუღიმო და წამოვიდე იმ საღამოს უნდა გამოფრინდე იმიტომ რომ მე რო იქ ჩავახცევ უკვე ჩემი წამოსვლის დრო იქნება მოკლედ ერთი გაფრენა მეორე გაფრენა და ყოველ ჯერზე ხომ მიწევს აფრენა კიდე გადაფრენა და ბოლო მონაკვეთი არ ვიცი მე მგონი მართლა გლობუსს შემოვარტყიწრე ბოლო მონაკვეთი არის არ ვიცი რა ქვია ადრე რო კუკურუზნიკებს ვეძახდით რაღაცა უბედურება ჩიტი რაღაც უბედურება თითოს კამირო დგას და ისე რო დავინახე ვიფიქრე ამით უნდა გავფრინდე თქვა და აი მაშინ რომ ჩავჯექი და ის როგორ იყო იცი აი აფრინდა ძლივს მოსულიერდი და უკვე დაშვებას იწყებს და მანდ უკვე მივხვდი რომ მე მგონი შეცდომა დაუშვი მე მგონი არ უნდა დავთანხმებულიყავი იმას რისი აწევაც არ შეგიძლია ხო და ჩავედი იქ არის უზარმაზარი მიღება და დილას არის კენჭისყრა მე უნდა ამ მიღებაზე მივიდე მივესალმო როგორც საქართველოს დელეგატი გავეცნო, ჩემი ბეიჯი რაღაცები ავიღო და მეორე დილას უნდა კენჭისყრაში რო ჩავედი და მიმიყვანეს ოთახში, გავხდი ისე ცუდად, რომ ჯერ ხო სასტრაფოზე დამჭირდა. ხო. მიღება და გაღიმება კი არა, სარკეში ვერ ვიხედებოდი და ისე ჩაიარა ამ კენჭისყრა. ისე ლამაზად ჩაიარა. ისთვის ვიფრინე, რატო ვიფრინე, რატო დავიზიანე ჯანმრთელობა, რა ძალა მედგა. და გამოფრინდი უკან ხმარ მიგიცია. არ საქართველოს არ დაფიქსირდა საერთოდ რომ იყო იქ. არ ვიცი, მე როგორ დალაგდა ეს ურთიერთობები, მე დიპლომატიურ რამდენი ბოდიში ვიხადეთ, უკვე ვეღარ მივადევრე თვალი, რომ შეპირებული მინისტრის მოადგილე არ ჩამოვიდა და არ ეახლა. მათ ალბათ იფიქრეს, რომ ვიღაც გრუზინი ტიპი გამოაგზავნეს, სადღაც დათვრა ალბათ და წავიდა და არ ვიცი, ალბათ რამეს ეგეც იფიქრებდნენ, რაც ჩვევიათ, რომ ჩვენზე იფიქრენ, ალბათ ეგეც იფიქრებდნენ რამეს. რა იფიქრეს, რომ კინაღამ შევეწირე ამ მოგზაურობას. და ესეა ბოლოსკენ მიდახა საპარლამენტო ცხოვრებას გამოიარე და ეს მაინტერესებს შენი შენი ინიცირებული ყველაზე პოპულარული კანონები რომელია? ესე იგი ვანო მე რო ჩამოვედი მე რო შევედი პარლამენტში მოკლედ მაშინ გამძაფრებული მოთხოვნილება მქონდა აი ამ რაღაც უსაფრთხოების წესების დახვეწის და მოკლედ იყო წელი, როდესაც შაყირავდნენ რომ კალანდაძემ ყველა რეკორდი მოხსნა საკანონმდებლო ინიციატივების მე იურიდიულ კომიტეტში ვიყავი და კონვეიერი ჩემ მქონდა და შემ მქონდა საკანონმდებლო ინიციატივები და მათ შორის ყველაზე მეტად რაც მე ამაყება არის რომ ღვედების შენია საკანონმდებლო ინიციატივა მოკლედ მეკუთვნის მე რომ მოსახლეობამ და ღვედი გაიკეთა. ესე იგი, ანუ ვერ ნუ ჩემი დამსახურებაც იფიქრებდი რომ ქართველებს ეს ღვედებს გააკეთებთ. ვერა თუ ვერ ვიფიქრებდი, ესე იგი, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, ვანო რომ ჩვენ ცხოვრობდით იმ დროს, როდესაც არა თუ უბრალოდ ხალხი ღვედს არ იკეთებდა, ღვედები გადაჭრილი ქონდათ, ანუ მანქანებს ღვედები აღარ ქონდათ. იმდენად ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას, რომ ამბობდნენ, რომ კალანდაძესო
ღვედების გადაკეთების სერვისის ბიზნესი აქვს. ანუ ვისაც მოჭრილი ხონდა, ვისაც მოჭრილი ხონდა, ტაქსისტებს ბევრს მოჭრილი ხონდა. იმიტომ რომ აქ ასევე შემოდიოდა ამ ძღოლების ვალდებულება, რომ გვერდზე ვინც გიზის, იმასაც უნდა მოკლედ ჩაურჭოდა. ყველაფერი იხარშებოდა ტვინში, გარდა იმისა, რაც იყო ამოცანა. ნინო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა. მინდა წარმატებები გისურვო და ყველას. იმედი მივცეთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ყველაფერი იქნება კარგად ძალიან. აუცილებლად. წარმატება ამ ქვეყანას. წარმატებები გისურვებთ, ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ნინო ალანდაძე. მადლობა. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.